და სწორედ ამისთვის ვიბრძოლებ. ოჰო, $1000? ლამაზი ჩანთა. ერთი, ორი, სამი. სამი, ორი, ერთი, ნული, თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ და ჩვენ დღეს გვექნება 24 საათი ერთ ფერში. ურა! დღეს კი ჩემთან ზლატა, მე და კატია. ახლა ჩვენ განსაზღვრავთ ვინ რომელ ფერს მიიღებს და შემდეგ თავად გამოწვევა დაიწყება. და ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლებთ. ოჰო, $1000? ძალიან ბევრია, მეც მინდა ის აუცილებლად გავიმარჯვებ. არ ვიცი, მოდით უბრალოდ გავყოთ, შეიძლება? ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ ერთი. კარგი, ჩვენ შევეჯიბრებით. ამაღამ ვინც გაიმარჯვებს გამოწვევაში, მიიღებს $1000. ჯანდაბა $1000 ძალიან ბევრია. ძალიან. გაგიჟდი? ახლა ჩვენ განსაზღვრავთ ფერს ბედის ბორბალის გამოყენებით. ვინ არის პირველი ქვა ქაღალდი მაკრატელში? ქვა ქაღალდი მაკრატელი 1 2 3 1 2 3. ასე რომ ქვა ქაღალდი მაკრატელი 1 2 3. ქვა ქაღალდი მაკრატელი. მე პირველი ვარ. მოდი ბედის ბორბალი დავატრიალოთ. ვა, ძალიან მინდოდა შავი. ბოლოს და ბოლოს შავებში გადავიღებ. მეც მინდოდა შავი. მე ისრებით შავში გავიკეთე. ეს არ იყო გამიზნული. ახლა მე ვირჩევ და ვატრიალებ. დარჩა მხოლოდ იესამნისფერი და ვარდისფერი. ახლა ვატრიალებ. კარგი, რა არის? ვარდისფერი. ურა! გაჩერდი. დატრიალებას არც ვაპირებ. ნუ კარგი, გამომართვი. რა აზრი აქვს ახლა? ნიკოლ, რა ფერები გვაქვს? შავი, ვარდისფერი, იისფერი. მოკლედ 24 საათი ერთ ფერში წავედით. რას ვიტყვი? არჩევანის უფლებაც კი არ მქონდა. მინდოდა გოგოებივით დამეტრიალებინა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამიმართლა. კარგი, მე მომიწია იისფერი. მე კი ის მიყვარს. ასე რომ დღეს მე ვაპირებ ამ $1000 მოგებას. დაწერეთ კომენტარები. ვარდისფერი მაქვს და მგონი საუკეთესო ფერია, განსაკუთრებით გოგოსთვის. არის ერთი რამ, მაგრამ ამ ფერში მხოლოდ ერთი რამ მაქვს და მორჩა. მაგრამ დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებ. შეხედეთ ჩემს ვარდისფერ თვალებს. ეს არ არის მხოლოდ ეს არის ბედი. $1000 ჩემი იქნება 100%-ით. შავი ყველაზე ტიპიური ფერია, მოფიქრებული მაქვს, რისი გაკეთება შემიძლია შავით. მოკლედ, ეჭვი არ მეპარება, რომ $1000 ჩემი იქნება. გოგონებო, გეშინოდეთ. კარგი გოგონებო, ჩვენ ახლავე გამოვიყენებთ სხვადასხვა ფერს. ჩვენ დავიწყებთ გამოწვევას და ვნახოთ. აბა გოგონებო, შეგიძლიათ მითხრათ რა გეგმები გაქვთ? ძირითადად უკვე მაქვს იდეები, მაგრამ არ გეტყვით. მაშინ არც მე ვიტყვი, ბოლოს და ბოლოს ეს შეჯიბრებაა. დიახ, მაგრამ გოგონებო, ეს არ არის სამართლიანი. მითხარით რა გაქვთ მოფიქრებული? შენ გაარკვიე. დიახ. ნიკოლ, ნახე, ყოველს უნდა $1000 მოგება. არ გაბრაზდე. მოკლედ ახლა ჩვენ სავაჭრო ცენტრში ვართ. რომ შევარჩიოთ ჩემი ლუკი. მე უკვე მაქვს ჩოკერი, რომელიც შავია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ტანსაცმელია. რა ვთქვი? თავიდან ძალიან გაუბრაზდი იისფერი რომ მივიღე, მაგრამ მე ვფიქრობ ეს არის საუკეთესო ფერი. ამიტომ დღეს დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებ. ახლა ჩვენ ვეძებთ იისფერი ფერის ლუკს. იმედია ვიპოვი. მოკლედ ვარდისფერი ქურთუკი მჭირდება გამარჯვებისთვის. დღეს ვარდისფერს ვიცვამ. სხვა მაღაზიაში ქვედა ბოლო და ხუდი უკვე ვნახე. ასე რომ მე მივდივარ მის საყიდლად. ამასობაში მე გამოვიცვლი. ჩემი ვიზუალისტვის აუცილებლად დამჭირდება მზის სათვალე, იმიტომ რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს გარეგნობაში. წავედით. რას ფიქრობთ? მეგობრებო, ეს ჩემია, გავაგრძელოთ. მე უკვე მაქვს სათვალე, ჯინსი დამჭირდება, რადგან შავი ჯინსი არ მაქვს. უხდებიან ესენი? რა დიდი არჩევანია, ვიცი, სად უნდა ვნახო. ყველაზე მაგარი ნივთები ყოველთვის უკან არის. რას ფიქრობთ? ავიდეთ სალაროსთან. დღეს მე მექნება როკერის სტილი. როგორ დადიან ჩვეულებრივი როკერები? შავი ჰუდი. წავიდეთ მოვძებნოთ. როგორ მოგწონთ ეს როკერი? მიყვარს მოცულობითი ნივთები. ავიღებ ამას და ვცდი ყოველი შემთხვევისთვის. ეს ტოპი ბედნიერი ვარ. ავიღოთ. მეგობრებო, მე ვსაუბრობ მოდაზე. ნახეთ რა ლამაზია. უკვე დარწმუნებული ვარ რომ ის მინდა. რაღაცას ვხედავ. ლამაზი ჩანთა. გოგონა, რას ფიქრობ, ეს ლამაზი ჩანთაა? კი, ამაისურს უხდება. გმადლობ.
შევიდეთ. მე ვაპირებ ამ $1000 მოგებას. გასახდელში აღარ შეიძლება. მე ნამდვილად არ მომწონს ეს მაისური, ჩემზე არ არის მორგებული. ამიტომაც ჩავიცვი ეს ჰუდი. შეაფასეთ, როგორ მოგწონთ კომენტარებში დაწერეთ. რომელს აიჩევდით, ამ მაისურს თუ აი ამ ჰუდს? და თუ ეს თქვენი საყვარელი ფერია, დაწერეთ ეგეც. ყველაფერი კარგადაა. ახლა ისეთი მოდური გოგო ვარ. შემიძლია წავიდე. ისე ჩემი ლუკი მზად არის. ჩვენ მივდივართ სალაროსთან, რომ ვიყიდოთ ეს რაღაცეები. აუცილებლად გავიმარჯვებ. დაწერეთ კომენტარებში, რომელი ფერი მოგწონთ ყველაზე მეტად, ვარდისფერი, იისფერი თუ შავი. მინდა რომ როკერი გავხდე, ამიტომ სასწრაფოდ მჭირდება რაღაც ჩემი თვალებისთვის, ალბათ თვალის ლაინერი. მეგონა რომ რაღაც ადგილები იყო ჩემი მაკიაჟის გასაკეთებლად, რადგან მაკიაჟის გაკეთება არ ვიცი. წავიდეთ. ვერ ვიპოვე მაკიაჟის სად გამეკეთებინა. ამიტომ მე თვითონ მომიწევს ამის გაკეთება. მაკიაჟი უნდა ვიყიდო და შემდეგ გავიკეთო ჩემით. დაწერეთ კომენტარებში მაკიაჟის გაკეთება იცით თუ არა? მე არა. ვიკეთებ ჩემს ლამაზ მაკიაჟს. თქვენ მაღაზიაში ტესტერებით იკეთებთ? დაწერეთ კომენტარებში. აუცილებლად უნდა მოვიგო ეს $1000. გახსოვთ ჩემი საყვარელი საპირფარეშო, სადაც თმა შევიღებე ადრე? დღეს კი აქ მაკიაჟს გავიკეთებ. იისფერი ნამდვილად ჩემი ფერია, რადგან მე მაქვს იისფერი кейსიც. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება +1 ქულა. ჩემი მაკიაჟი არ არის ძალიან კაშკაშა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც უფრო ნათელი და სასურველი. რა თქმა უნდა, იისფერ ფერში. წავიდეთ მოძებნოთ, ჩვენ ახალხანს ვიპოვეთ იისფერი პალიტრა. ნახოთ, სწორია თუ არა. ახლა ჩვენ ცოტა ტურჩსაცხსად წავისვამთ. იისფერი თვალის ლაინერი, ჩვენ უბრალოდ უნდა გავაკეთოთ გული. არ არის გული, არ არის მაკიაჟი. დიდი მადლობა, ჩავიცვამთ როგორმე. კარგი, გამარჯვების შუაგზაზე ვარ. მე ავიღებ იმ $1000. უბრალოდ ნახეთ, შადრევანიც კი ვარდისფერია ჩემს პატივსაცემად. აუცილებლად გავიმარჯვებთ. უბრალოდ საოცარი იდეა მაქვს. მე მინდა გზავნილის გაგზავნა კოსმოსში და ამისთვის დამჭირდება კოსმოსური ხომალდი. აუცილებლად ვარდისფერი. მოდი მე გაჩვენებთ. გამარჯობა, შემიძლია ვიყიდო ის ფლამინგო და ვარდისფერი ქაღალდი? შეხედე, ვარდისფერია, ისეთივე როგორიც მე, ახლა კი თავად მესიჯი. აქ წერია, მინდა რომ გამოიწეროთ, თუ არხს გამოწერის გარეშე უყურებ, მაშინ ძალიან მეწყინება. შენთვის უბრალოდ ღილაკზე დაჭერაა, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, როგორ მინდა რომ გამოიწეროთ ან მოიწონოთ ჩემი გვერდი. ასე რომ გააკეთეთ ეს ახლავე, დააჭირეთ წითელ ღილაკს ქვემოთ და მე გავაკეთებ თქვენთვის ყველაზე გასაოცარ ვიდეოებს. ძვირფასო, მისის ნიკოლის ოჯახო, თუ ვინმე წააწყდება ეს წერილი, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში და მე გიპასუხებთ. ძალიან მაგარი იქნება თუ რომელიმე თქვენგანი მიიღებს. 1, 2, 3, მინდა ყველამ გამოიწეროს. თუ რამეა მაკიაჟის გაკეთება არ ვიცი, ბოდიში. ახლა დავიწყე. მოიცადეთ. არა, მაკიაჟის გაკეთება ნამდვილად არ ვიცი. მხოლოდ ჩრდილების გაკეთება შემიძლია. ეს არის ჩემი მაქსიმუმი. გთხოვთ დაწერეთ კომენტარებში, მშობლები მაკიაჟის გაკეთების უფლებას გაძლევენ თუ არა? ნებას გაძლევენ? მე არა. მე პანდა ვარ. მე არ ვარ როკერი, მე ვარ პანდა. კუნგ-ფუ პანდა როკერს გავარ. ისე ახლა ჩემი ვიზუალი სულ იისფერ ფერშია. მეგობრებო, დღეს ნამდვილად გამიმართლა, რაღაც შიგიჟეს და დაუჯერებელს ვაპირებ. ძალიან მეშინია, მაგრამ რადგან იისფერია, შედარებით მარტივი იქნება. აბა თუ არ გესმით, ახლა მე ვაპირებ ვისრიალოთ ყველაზე საშინელ და იესამნისფერ ატრაქციონზე. ვიყიდე ბარათი და ახლა ვაპირებ აქ ასვლას. რეალურად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის იისფერია. გამოვედი, ძალიან მომეწონა, მართლა მაგარი იყო. წარმოიდგინეთ, მე ეს გავაკეთე 9 საათის განმავლობაში ტრიალებდი. დაწერეთ კომენტარებში, დაჯდებოდით ასეთ ატრაქციონზე? მე მომივიდა გასაოცარი იდეა. ხედავთ, მინდა ეს ვიდეო არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის სასიამოვნო გავხადო. ამიტომ გადავწყვიტე ვარდისფერი ყვავილები მეყიდა და გამლელებისთვის მიმეცა. კარგი განწყობისთვის. გავიქცეთ, გამარჯობა, შეიძლება 5 ვარდისფერი ვარდი? მადლობთ, სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ახლა კი გამლელებს ვარდისფერს ვაჩუქებთ. შემიძლია ყვავილი მოგცეთ? მხოლოდ იმისთვის, რომ გაგამხიარულოთ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. შემიძლია ვარდი მოგცეთ? დიდი მადლობა. არაფრის. მოდი, კანფეტს მოგცემ. დიდი მადლობა.
კამფეტი მომცეს. შემიძლია მხოლოდ რამოდენიმე ვარდი გაჩუქოთ და გაგახაროთ. დიდი მადლობა. არაფრის. გვიცნეს, ძალიან მაგარია რომ ზოგიერთმა დადებითად მოახდინა რეაქცია და კამფეტიც კი მაჩუქა. ეს ძალიან სასიამოვნო იყო. აბა როგორ მოგწონთ ჩემი შავი მაკიაჟი? დაწერეთ კომენტარებში. მითხარით შავი უფრო მოგწონთ ვარდისფერი თუ იისფერი? ქვემოთ ველოდები გულებს. ნახეთ რა ვიყიდე. რა თქმა უნდა ისინი არ არიან როკერები, მაგრამ მაშინ მე ვიქნები შავი დინოზავრი. კარგია, როცა პატარა ხარ. მე მაქვს ეს იდეა. დღეს მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი საყვარელი იისფერი. და ვეცდები 100 ფოტოს გამოწვევა 5 წუთში დავასრულო რაღაც იისფერით. როგორ ფიქრობთ, შემიძლია ამის გაკეთება თუ არა? კარგი, ახლა შემოვივლი სავაჭრო ცენტრს და ვეცდები ვიპოვო რამოდენიმე ადგილი, რომ 100 ფოტო გადავიღო 5 წუთში. 1 და 2, ჩვენ ახლახან ვიპოვეთ მაღაზია, სადაც ყველაფერი იისფერია. ოპერატორს უნდა გავექცე და ვითომ 100 ფოტო გადავიღე. სად არის იისფერი? აი იისფერი გოგო. მაგარია, ვიფიქრე ნახევარი წამით დამჭირდებოდა, მაგრამ დრო ამოიწურა. იდეალურია. იისფერი ყვავილი, გავაგრძელოთ. იისფერი ფეხსაცმელი. მე გავაკეთე. მე ვარ გამარჯვებული. რჩება მხოლოდ $1000 მოგება და ეს არის. მე კი ცხოვრებაში უკვე გამარჯვებული ვარ. და შემდეგი დავალება ვარდისფერთან. ფაქტობრივად დიდი სიურპრიზია ჩემთვის. რა სიურპრიზია არ ვიცი, რადგან სიურპრიზია. დღეს დილით როცა ვთქვი რომ ვარდისფერი ფერი შემხვდა, მითხრეს აქ დავჯდე და დაველოდო. რეალურად არ მესმის რა მოხდება. მაგრამ ძალიან საინტერესოა. საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე. დახუჭე თვალები. მზად ხარ? არა. 1 2 3. რა? იტირი. მართლა? გახსენი. იტირი, რადგან მაჩუქეს ვარდისფერი iPhone-ი, რომელზეც ვოცნებობდი, ახლავე გავხსნათ. ნამდვილად ვარდისფერი, რომ გაიგოთ ერთხელ მე და დედაჩემო მაღაზიასთან ჩავიარეთ და ვკითხე. iPhone 13 როდის გამოვიდოდა? მე ვთქვი, ჯანდაბა დედა, ვნახე ვარდისფერი უნდა გამოვიდეს. ის მომწონს. ამ კონსულტანტმა თქვა, ვარდისფერი მხოლოდ iPhone 15-ზე იქნება. დღეს კი უბრალოდ გამოვიდე და მაჩუქეს. სერიოზულად? ხუმრობა არ არის? ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, მე ვიღებ ეკრანის დამცავს. შოკირებული ვარ, ეს არის საუკეთესო ვიდეო. როგორც ნამდვილ როკერს მე მჭირდება განახლება, რადგან დავიღალე. და ახლა მჭირდება რაღაც შავი ბურგერი, იმიტომ რომ შავი კარტოფილი ფრი არ არის. შავი ბურგერი ჩაითვლება. კარგ დღეს გისურვებთ. როკერებიც თავაზიანები უნდა იყვნენ. მოკლედ, ჩვენ გვაქვს ერთი შავი ბურგერი. ყურადღება მიაქციელთ ხელთათმანებით შავია, ამიტომ შემიძლია მათი გამოყენება. როკერებიც მოწესრიგებული უნდა იყოს. გაიკეთეთ ხელთათმანები. ჩემი ზომაა. მივიღეთ შავი ბურგერი, წითელი პომიდორი. ეს ყველაფერი სწორია. სალათი, ყველი, გემრიელი ხორცი, მგონი ლორი უნდა იყოს. ხახვი და ფუნთუშა. ასევე გავსინჯოთ. ეს შავი ბურგერი უფრო გემრიელი იყო, ვიდრე ნებისმიერი ბურგერი, რომელიც ოდესმე გამისინჯავს. ახლა კი ჩვენ უნდა ვჭამოთ. სასურველია რაიმე ტკბილი, რადგან მე მიყვარს ტკბილეული. ასე რომ ავიღოთ ჩანთები და შევაგროვოთ იისფერი ტკბილეული. არის უკვე რაღაც, არის მეორე. მე და შენ ავიღებთ საღეთ რეზინას და გაუზიარებთ ნიკოლსას ლატას. რა თქმა უნდა ვიღებთ იისფერ ფანტას, რადგან დღეს იისფერის დღეა და ის ჩვენ სუპერ განწყობას უხდება. ახლა ჩვენ დავაგემოვნებთ ყველაფერს, რაც ვიყიდეთ და ჩვენი მინი პიკნიკი იხსნება. ჩვენ ვაგემოვნებთ მსგავსი სახის სიტყვეს, სხვათა შორის ეს ადრე ვიყიდე და მასში სლაიმები იყო. არ ვიცი როგორ გავხსნა, დღეს უკვე 2 ფრჩხილი მოვიტეხე. აქ გვაქვს რაღაც ტკბილეული. ახლა გავსინჯავთ, იმედია არ მოვიწამლებით. ისინი მჟავია, ისინი ძალიან მჟავია, აღარ მინდა ისინი, მაგრამ მაინტერესებს ტკბილი გახდება თუ არა. ახლა ჩემი საყვარელი რეზინა უნდა გავხსნა, სხვათა შორის დედაჩემს ყოველთვის მოგონდა ისინი. მე კი სულ ვეუბნებოდი, დედა, ჰუბა-ბუბა მომიტანე, მაგრამ ეს გემო ჯერ არ გამომიწია. მე ყოველთვის მიყვარდა ლურჯი, რა ვთქვა, ძალიან მომეწონა, ვუწერ მოწონებას. ეს არის გაზიანი სასმელი. ახლა შეიძლება დავსვლებულიყავი. თუ რამე მოხდება, მე გადავაგდებ იმ ადამიანს, ვინც მატარებს, კი საღეთ რეზინას გავსინჯავთ. 3 ავიღე ნიკოლისთვის, ჩემთვის და ზლატასთვის. ახლა ერთ ავიღებ ჩემთვის და ჩვენ ვეთყვით, რომ მათ ყველაფერი მივეცით. ისევ მჟავია. რატომ ამჟავებენ ყველაფერს? ჟავე ტკბილეული არ მიყვარს. ახლა გავსინჯავთ ჩუპა-ჩუპს და თან სწრაფად ვიკატავებ.
არა, ჯანდაბა. არა. და მაგარი იყო ვიდრე ატრაქციონები. ვიცი რომ ეს გავაკეთე ბოლო ვიდეოში, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. ჩემს საჩუქარს кейსი სჭირდება და აქ ვიყიდით. აქ არის საუკეთესო ხარისხის кейსები. გამარჯობა, iPhone 13-ისთვის ვარდისფერი кейსი გააქვთ? ახლა ჩვენ გავხსნით მას. მას აქვს ასეთი უზარმაზარი კამერა, როცა გავხსენი, არ დავკვირვებულ ვარ. თუ დღეს ჩემი ფერი შავია, მაშინ დიდი ხანია ვოცნებობდი ერთი ექსპერიმენტის გაკეთებაზე. მე ვნახე YouTube-ზე, მაგრამ ვერასდროს მოვახერხე ამის გაკეთება. მას შავი შარდრევანი ჰქვია. თუ ხსმენიათ რაზე ვსაუბრობ, დაწერეთ კომენტარებში. ერთ-ერთი ინგრედიენტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, არის მენთოლი. ვინაიდან არ არის მენთოლი, იქნებ არსებობს სხვა რაიმე სახის მენთოლის საღეჭი რეზინი. იმედი მაქვს ყველაფერი გამოგვივა. ავიღოთ ორი შეკვრა ყოველი შემთხვევისთვის, თუ ერთი არ გამოდგება, მაშინ მეორე გამოვა. ყოლა დარჩა, წავიდეთ. აი ყოლა ურა, მიუხედავად იმისა, რომ როკერი ვარ, ლამაზი უნდა ვიყო. მე თვითონ ვიყიდი შავი ქსოვილის სახის ნიღაბს. დამატენიანებელი ნიღბის როა, რადგან დღეს ჩვენთვის სტრესული დღეა. იმედი მაქვს, რომ ის დამიცავს, რადგან არ ვიცი რა მოხდება ამ გამოცდილების შემდეგ ყოლოსთან და მენთოსთან ერთად. არ ვიცი, გავაკეთოთ. ვა, თქვენ უნდა გაიწმინდოთ სახეს სანამ ჩაიცვამთ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. ლამაზი ვარ? დაწერეთ კომენტარებში. დრო ყველაზე მაგარი გამოცდილებისთვის მე ვნახე ეს YouTube-ს და ყოველთვის მინდოდა მეცა და დავიწყოთ. ჯერ შეფუთვას ხელში ვიღებ, რადგან ძნელია გადმოხრა, ღმერთო ხელო, აქ ვჭირდება ასისტენტი. ეს არის და ეს მაგარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რასაც ველოდი, ასე რომ ჩვენ უფრო მეც ჩავაგდებ. ჯერ კიდევ გვაქვს შეკრავ, ცადოთ მისი გახსნა. ხსნით. არა. ჯერ არ ჩამიყრია. ეს არ იყო ის, რასაც ველოდი, მაგრამ რაღაც მაინც გამოვიდა. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. მაშ გოგოებო, როგორ ჩაიარა დღე? მგონი მშვენივრად ჩაიარა. ნაყოფიერი იყო. და მე მიყიდეს ვარდისფერი iPhone 13. გილოცავ. რამდენი ურთიერთქმედება გქონდა დღეს თქვენს ფერებთან? ჯერ შენ, კარგი შავი ბურგერი ვჭამე, სახეზე შავი ვარ. რაღაც საშინელება მაქვს, მე სულ შავებში ვარ. როკერი ვარ, მენთოლით და კოლით. ფეიერვერკი გავაკეთე და გამოვიყენე შავი ნიღაბი 5. კარგი, ახლა შენ. პირველი მე მთლიანად ავაწყო ჩემი იისფერი ლუკი. დიახ, ხედავ. კი, შეამჩნიეთ, მე ვჭამე იისფერი კამფეტების სხვათა შორის გოგოებს ერთი საღეჭი რეზინა მივეცი. დიახ, ვიჯექი იისფერ ატრაქციონზე. გაგმართლებია. მეც მინდა. ამისთვის მე უნდა ამერჩია იისფერი დახატულია ტესტერების მიერ ევაში და ბოლოს მე დავასრულე 100 ფოტოს გამოწვევა 5 წუთში იისფერით. 5 წუთში 100 ფოტო გადაიღე და მე ვარდისფერი მაცვია, ვიყიდე iPhone 13-ის кейსი. მაჩუქეს iPhone 13, ეს ორი. შემდეგ მე გავუშვი ჩემი სურვილი კოსმოსში ვარდისფერ ფლამინგოზე, როგორ? რა არის ეგ? მე კი ჩემი მესიჯი ბუშტს მივაწერე, სურვილი რომ ყველას გამოეწერა არხი. გამრელებს კი ვარდისფერი ყვავილები ვაჩუქე. ეს არის 5, ყველას 5 გაქვთ თუ რა? როგორ? რას ვაპირებთ? გავყოთ 3-ზე. თანახმავარ. კარგი იდეაა, მშვენიერი იდეაა. ფულს ვერავინ მიიღებს, რადგან გამარჯვებული არ გვყავს. არა, უსამართლობაა ეს. არა, ესი არ გამოვა. კიდევ ერთ რაუნდს ვითამაშებ და გამარჯვებულს მერე გამოვავლენთ. უსამართლობაა. 3, 2, 1, 0. თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. გმადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. გავიქეცი.